დღევანდელ ვიდეოში გასწავლით ფერების შედგენას, მაგრამ სანამ ფერებზე გადავალთ, გავაკეთოთ ეს ფერების შაბლონი. გამოიყენეთ ნებისმიერი მრგვალი საგანი. შემოხაზეთ, შემდეგ უნდა გავყოთ 12 თანაბარ ნაწილად. შეგიძლიათ გამოიყენოთ სახაზავი, ან შეგიძლიათ ესე ჩემსავით გაყოთ ხელით, მაგრამ ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი იყოს თანაბარი. როგორც ხედავთ, ვაკეთებ პირველ რიგში ყოფ შუაზე და შემდეგ ვაკეთებ ესე ერთგვარ ჯვარედინს. ეხლა ვეცდები, რომ ეს 4 ნაწილიც გავყო კიდე თანაბრად. შეგიძლიათ ჩემსავით ეს წერტილები დასვათ და უფრო გაგიმარტივდებათ ხაზის გავლება. სანამ ფერებზე გადავალთ, გეტყვით, რომ დღეს გამოვიყენებ გუაშის საღებავს, თუმცა ეს ფერების შედგენის წესი მოქმედებს ნებისმიერ საღებავზე. არ აქვს მნიშვნელობა ზეთის საღებავებში ხატავთ, აკვარელით ხატავთ, აკრილით ხატავთ თუ გუაშით, ნებისმიერ მასალაში ფერების შედგენა არის ერთი და იგივე. ანუ ერთი და იგივე პრინციპები აქვს. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ მასალაში. ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია, თუ არ გაქვთ მსგავსი ბორბალი, აუცილებლად უნდა გააკეთოთ, რადგან ეს არის რაღაც ისეთი ბაზა, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ, რომ თავისუფლად იმუშაოთ ფერში და კარგად ისწავლოთ ფერების შედგენა. ფერების შედგენა შეგვიძლია უსასრულოდ, ანუ ძალიან ბევრი ფერი შეგვიძლია მივიღოთ, თუმცა დღეს საუბარი მექნება ამ 12 ფერზე. ანუ 3 ფერს ავიღებ და შევადგენ 12 ფერს. ხოლო შემდეგ უკვე თეთრი თუ გამოვიყენე, ანუ თეთრით შემილია უსასრულოდ ძალიან ბევრი ტონალობების შექმნა. დღეს ეს ძირითადი გავიაროთ, ხოლო თუ გაინტერესებთ უფრო სიღრმისეულად ეს თემა და უფრო მრავალფეროვანი პალიტრები, უკვე მომწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გავითვალისწინებ და ჩავწერ მსგავს ვიდეოს. ეხლა პალიტრაზე უნდა დავიტანო 3 ძირითადი ფერი. ეს არის წითელი, ყვითელი და ლურჯი. ასევე ხშირად მესმის, რომ დამწყები მხატვრები ყიდულობენ ძალიან ბევრ ფერს, როცა იწყებენ ფერში ხატვას, თუმცა არანაირად არ არის ამის საჭიროება. შეგიძლიათ სულ რაღაც 5-6 ფერი იყიდოთ, ძირითადი და დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ შეადგინოთ და ბევრად ღრმა და საინტერესო ფერები გამოგივათ ამითი და ასევე თან ისწავლით ფერების შედგენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია მხატვრისთვის. ესე იგი, თან მაქვს წყალი, 2 საშუალო ფუნჯი, 1 შედარებით დიდი და 1 შედარებით პატარა და რა თქმა უნდა ხელსახოცი, რომ პერიოდულად შევაშრო ფუნჯი. შეგვიძლია დავიწყოთ უკვე დაფერვა. დავიწყოთ, ესე იგი, ამ 3 ძირითადი ფერით. პირველ რიგში დავასრულოთ ოდნავ ფუნჯი, შემდეგ შევაშროთ ხელსახოცზე და ამის შემდეგ ჩაყავით უკვე საღებავში. დავიწყოთ ყვითელი ფერით. როგორც გითხარით, ეს არის გუაშის საღებავი და ეცადეთ, რომ გუაშის გამოყენების დროს უფრო გქონდეთ სქელი მასა ფუნჯზე, ანუ არ დაამატოთ წყალი და ესეთი კრემისებური მასით ხატეთ, მოკლედ, რომ კარგი დაფარვა გქონდეს და არ დაგჭირდეს მეორე ფენა. ზოგადად გუაშს მეორე ფენა ჭირდება ხოლმე, რომ უფრო ერთგვაროვანი გახდეს ფერი, თუმცა დღეს არ გავაკეთებთ ორ ფენას, რადგან მიზანი ცოტა სხვა რამე გვაქვს დღეს, რომ უბრალოდ გაჩვენოთ როგორ შევადგინოთ ფერები. გადავიდეთ შემდეგ ფერზე, ეს არის წითელი ფერი. ამ პალიტრას რო გააკეთებთ, შეინახეთ, რადგან აი სულ დაგჭირდებათ ნებისმიერი ნახატის დროს, სულ დაგჭირდებათ განსაკუთრებით თავიდან, ბევრად გაგიმარტივდებათ თვითონ სისტემურად, როგორ წაიყვანოთ ჩრდილები, სინათლეები და ასე შემდეგ.
ისედაც გირჩევთ, რომ თუ ფერში მუშაობთ, თავიდან სანამ დაიწყებთ ხატვას, ასე ვთქვათ, ფერში, როცა გაამზადებთ კომპოზიციას, სასურველია, რომ პალიტრაც გაამზადოთ ხოლმე, რომ იცოდეთ, რომ აი, ჩემი კომპოზიცია იქნება ამ ფერში მაგალითად. ანუ წინასწარ დაგეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგჯერ არის ძალიან ხშირად ხდება ესე, რომ ვთქვათ, დაგეგმავ ფერს და შემდეგ საერთოდ სხვანაირად წაიყვან, ნახაც, ანუ ესეც ძალიან ბუნებრივი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია განსაკუთრებით თავიდან, რომ ფერებიც გქონდეთ დაგეგმილი, ანუ უფრო გაგიმარტივდებათ ეს პროცესი თავიდან. როგორც ხედავთ, გადავედით ლურჯზე. აქ ძალიან მუქად ჩანს, თუმცა აი ჩვეულებრივი ლურჯი ფერია, აქ რაღაცნაირად გეგონება შავად ჩანს. ესე იგი, ფერში ხატვის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია წყლის გამოცვლა. როცა გამოიყენებთ ლურჯ ფერს ან რაღაცა ცივ ფერს და შემდეგ აპირებთ ისევ თბილ ფერზე გადახვიდეთ, აუცილებლად გამოცვალეთ წყალი, რადგან ძალიან ხშირად წყალი გვიფუჭებს ხოლმე ნახატს. ეხლა გადავიდეთ ფერების შედგენაზე და დავიწყოთ. წითელს მივუმატოთ ყვითელი, არის სტაფილოსფერი. ნახეთ, წითლის და ყვითლის შუაში მაქვს 3 ფერი. ეს იმისთვის, რომ გაჩვენოთ, რომ სტაფილოსფერი არის, ვთქვათ, ეს ზუსტად ცენტრში, მაგალითად, ცოტა წითელი ავიღე და იმდენივე ყვითელი ავიღე, მივიღე სტაფილოსფერი. თუმცა, თუ დავამატებ უფრო მეტ ყვითელს, იქნება ცოტა უფრო მოყვითალო სტაფილოსფერი, თუ დავამატებ უფრო მეტ წითელს, იქნება მოწითალო სტაფილოსფერი. ეხლა მე დღეს თეთრ ფერს არ ვიყენებ, თუმცა აი თეთრი ფერი როგორც გითხარით, რომ გამოვიყენო, შემიძლია მივიღო 1000-ნაირი სტაფილოსფერი და არ დაილევა მოკლედ ტონალობები, მაგრამ დღეს მინდა რომ აი ძირითადზე კონცენტრირდეთ. ეხლა ამ სტაფილოსფერით, რაც უკვე შედგენილი მაქვს, მინდა რომ გავაკეთო უფრო მოყვითალო სტაფილოსფერი, ამიტომ ავიღე უფრო მეტი ყვითელი, დავამატე ცოტა სტაფილოსფერი და როგორც ხედავთ, მივიღე ესეთი კვერცხის გულის ფერი. თუ რამე დეტალი თქვენთვის გაუგებარი რჩება, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში და ყველაფერზე გიპასუხებთ. ზოგადად, როცა გუაშში მუშაობთ, დააკვირდით როგორ ვფერავ, ანუ ნახეთ, ყოველთვის ფუნჯის მიმართულება იყოს ისეთი, რა ფორმაშიც ხართ. ეს დაგეხმარებათ, რომ არ გაგიჩნდეთ ლაქები. ზოგადად გუაშს ახასიათებს ხოლმე ლაქების დატოვება და ბევრს აქვს ეს პრობლემა. ამიტომ ეს მაქსიმალურად გაგიმარტივებთ პროცესს, რომ მიმართულება აიღეთ ისეთი, რა ფორმაშიც ხართ. ეხლა დავამატე უფრო მეტი წითელი და როგორც ხედავთ, მივიღე უკვე უფრო მოწითალო სტაფილოსფერი. ძალიან ბევრი თქვენთაგანი მწერთ, რომ აღარ ვჩანვარ და ძალიან იშვიათად ვდებ ვიდეოებს. ესე იგი, სექტემბერში დავიწყე სწავლა, ჩავაბარე ფსიქოლოგიურზე, გეშტალტის ინსტიტუტში და ამის გამო ნამდვილად ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ ხოლმე ვიდეოების ჩაწერას, რადგან საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს და მეც ძალიან მწყინს, რომ ესე ხშირად ვეღარ ვწერ ხოლმე თქვენთვის ვიდეოებს, თუმცა ეხლა მორჩები მალე გამოცდებს და ძალიან აქტიურად დაგიბრუნდებით. გადავიდეთ ახლა შემდეგ ფერზე და შევადგინოთ მწვანე. მწვანე რომ მივიღოთ, გვჭირდება ყვითელი და ლურჯი. ესე იგი, ძალიან ბევრს დაობენ ხოლმე მწვანეზე, ცივია თუ თბილი. ეხლა შევადგენ ნეიტრალურ მწვანეს, რომელიც შედგება თანაბრად ყვითლისგან და ლურჯისგან, თუმცა მწვანე არსებობს თბილი ფერიც და ცივი ფერიც. ანუ თუ უფრო მეტი ლურჯი აქვს დამატებული, ეს არის ცივი მწვანე, ხოლო თუ გაცილებით ბევრი ყვითელი აქვს დამატებული,
არის თბილი მწვანე. აი ხა რომ ამბობ რომ ნეიტრალური მწვანე თქო, ფიქრობ რომ მაინც უფრო ცივი მწვანე არის ზოგადად აი ეს შუალედური მწვანე და აი თბილი მწვანეა უკვე აი გაცილებით ბევრ ყვითელს რო შეურევ და უკვე რაღაცა მოსალათისფროში რომ მიდის, აი ეს არის თბილი მწვანე. და ზოგადად მწვანე უფრო ცივია, იმიტომ რაღაცნაირად ეს ლურჯი პიგმენტი თითქოს მიუხედავად იმისა, რომ თანაბრად ვიღებ ახლა ლურჯი პიგმენტი თითქოს უფრო ჭარბობს და უფრო მიაქვს სიცივისკენ. თუმცა არსებობს თბილი მწვანეებიც და მინდა რომ ჩემო მაყურებელმა ეს კარგად იცოდეს და შეეძლოთ ამის გარჩევა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ჩრდილებში ხშირად ვიყენებთ ჩვენ მწვანეს და თუ თბილი განათება გვაქვს, გვჭირდება ხოლმე ნამდვილად ცივი მწვანე. ეხლა გავაკეთოთ თბილი მწვანე, როგორც ხედავთ ამ შედგენილ მწვანეში დავამატე უფრო მეტი ყვითელი და მივიღე ესეთი ღია სალათისფერი. და გავაკეთოთ ეს ყვითლის მხარეს. ეს ფერების სწავლა ესე მალე არ ხდება, ანუ რამოდენიმეჯერ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ბორბალი და შემდეგ ნელ-ნელა უკვე გაგიჩნდებათ, იმიტომ რომ ხშირად ჩემი მოსწავლეები წუწუნებენ ხოლმე, რომ როდის ვისწავლით ფერების შედგენას, რაღაცნაირად გვავიწყდებაო და მართლა ესე არის თავიდან თითქოს 1-2-ჯერ რომ გააკეთებ, გავიწყდება და მერე უკვე რაღაცა ძალიან გიჩნდება და არც კი ფიქრობ ფერის შედგენაზე იმდენად ზეპირად იცი რა რისგან შედგება. ნუ ეს კიდევ მარტივი ფერებია, თუმცა აი მერე უფრო რთული ფერები, როცა შემოდის იქ ფირუზის ფერი და ცოტა ისეთი ვთქვათ სამი ფერისგან შედგენილი ტონალობები უფრო ავიწყდებათ ხოლმე, მაგრამ ამასაც თუ რამდენიმეჯერ გაიმეორებთ, ძალიან მარტივად დაგამახსოვრდებათ. ახლა გადავიდეთ ცივ მწვანეზე, როგორც ხედავთ, ავიღე უფრო მეტი ლურჯი და შევადგინე უკვე რაღაცნაირად აი მოფირუზისფრო მომწვანო ფერი, ანუ ასე ვთქვათ უფრო ზილონკა, აი ზილონკის ფერი არის, უბრალოდ კამერაში ხა კარგად არ აღიქმება. ახლა რადგან ესეთ მუქ ფერებზე ვიმუშავეთ, აუცილებლად ისევ გამოვცვალოთ წყალი, ფუნჯიც კარგად გავრეცხოთ და დავიწყოთ ახალი წყლით. გადავიდეთ ახლა იასამნისფერ ფერზე და იასამნისფერ ფერზე მინდა კარგად აგიხსნათ დღეს ერთი დეტალი, ესე იგი, ახლა მიდევს აი ჩვეულებრივი წითელი და ჩვეულებრივი ლურჯი. თუმცა აი რო ამბობენ, რომ წითლისგან და ლურჯისგან შედგება იასამნისფერი, აი ბოლომდე ვერ ვეთანხმები, რადგან აი ხა თქვენც ალბათ ხედავთ, თითქოს აი ამ წითლისგან დგება არა იასამნისფერი, არამედ თითქოს უფრო მოყავისფრო ფერი. რო ამბობენ ასევე, რომ სამი ძირითადი ფერი გვაქვს, ნუ კი არის ეს სამი ძირითადი ფერი, თუმცა ფერების ყიდვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ და იყიდეთ ორნაირი წითელი, რადგან ერთი წითელი არის უფრო მოსტაფილოსფრო წითელი, რომელსაც ახლა ვიყენებ, თუმცა არსებობს მეორე წითელი, რომელსაც ახლა დავიდებ პალიტრაზე და ეს არის უფრო ვარდისფერი წითელი, რომელსაც ფიზიკურად ვერ მიიღებ, თუ არ გააქვს ეს ფერი გამზადებული, ამიტომ ესეც აუცილებლად იყიდეთ ხოლმე და თუ დაგჭირდებათ იასამნისფერი, აი სუფთა იასამნისფერი მიღება, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ ის მოვარდისფრო წითელი. აი ახლა დავიდებ ამ მოვარდისფრო წითელს და გაჩვენებთ რამდენად უფრო მოიასამნისფროში წაიყვანს, უფრო ბუნებრივ მოიასამნისფრო ფერში წაიყვანს ეს ფერი. ასევე არის ხოლმე ლურჯზე. ესე იგი, არსებობს აი ჩვეულებრივი ლურჯი, თითქოს აი სტანდარტული, მაგრამ არსებობს ასევე თითქოს აი ოდნავ მოიასამნისფრო ლურჯი.
აი ულტრამარინი აწერია ხოლმე რუსულად, მაგრამ მართალი რო გითხრათ, აი ქართულად რა ქვია, არ ვიცი, მაგრამ აი ეს ორი ფერი გვერდ-გვერდ რო დადოთ, მიხვდებით მაშინ, რომ ერთი არის თითქოს მოიასამნისფრო ტონი და ერთი არის უფრო მოლურჯო ტონი. ლურჯის ყიდვის დროსაც აუცილებლად იყიდეთ ეს ორივე ლურჯი, რადგან აი რაღაცნაირად არის რაღაც ტონები, რომელსაც ვერ მიიღებ ამ ერთი ლურჯით. ამიტომ აი წითლები, ლურჯები, აი ესენი შეგიძლიათ ორ-ორი იყიდოთ, მაგალითად ორნაირი ლურჯი, ორნაირი წითელი, ყვითელი და მწვანე და ნუ რა თქმა უნდა აუცილებლად თეთრი ფერი. დანარჩენი ფერები შეგიძლიათ შეადგინოთ უკვე ამ ნაყიდი ფერებისგან, რაც ახლა ჩამოგითვალეთ. ახლა როგორც ხედავთ, წითლისკენ ჩავასხი ეს ღია, უფრო წითლისკენ წასული იასამნისფერი. დავამატე ის მეორე მოვარდისფრო წითელი და არ ვიცი ხე კამერაში რამდენად ჩანს, თუმცა გაცილებით უფრო სუფთა იასამნისფერია, ვიდრე მის გვერდით რა იასამნისფერიც გვაქვს. ის თითქოს უფრო მოყავისფროში მიდის. ძალიან ხშირად მწერენ ხოლმე, რომ აი შევადგინეთ იასამნისფერი და ჭუჭყიან ფერს ვიღებთ, ვერ ვიღებთ იასამნისფერს და ძალიან აბნევთ ხოლმე ეს, იმიტომ რომ ძირითადად რაც არის გავრცელებული ვიდეოები, ყველგან გაჩვენებენ, რომ წითელს მივუმატოთ ლურჯი არის იასამნისფერი და არ არის, ანუ გააჩნია რომელ წითელს გამოიყენებს, ზოგჯერ ისეთი ჭუჭყიანი ფერი გამოდის, რომ აი ძალიან შორს არის იასამნისფერისგან. ამიტომ ეს დეტალი გაითვალისწინეთ აუცილებლად. ეხლა როგორც ხედავთ, დავდე ბოლო ფერი, რომელიც არის მუქი იასამნისფერი. აქ რაღაცნაირად ყველა ფერი მარჯვნივ ერთფრად ჩანს, თითქოს ყველაფერი შავია, თუმცა თქვენ რო გააკეთებთ, დაინახავთ, რომ ამ ფერებს შორის დიდი სხვაობა არის. იმედია გამოგადგათ ეს ვიდეო გაკვეთილი, თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეო გაკვეთილები, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში და გავითვალისწინებ, რომ ჩავწერო მსგავსი ვიდეოები და რა თქმა უნდა გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე აქტიურობთ, იწონებთ ვიდეოებს, ასევე მწერთ კომენტარებს, დიდი მადლობა ამისთვის.